არაჩვეულებრივი სტუმრებიც გველოდებიან და პირველ რიგში კი რა თქმა უნდა ანი კეკუა რუბრიკით მუსიკის დრო დილამშვიდობის ანი. მოგესალმებით დალი ჯონი, ესე იგი ვაგრძელებთ შემოქმედებით თემას, რა თქმა უნდა. დღეს ვსაუბრობთ კლასიკურ მუსიკაზე, რადგან ძალიან მალე 9 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ძალიან საინტერესო კონცერტი ცნობილი კომპოზიტორის ოთარ ტატიშვილის, რომლის საიუბილეო შემოქმედებითი კონცერტი იქნება 9 ნოემბერს და კომპოზიტორის, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, რადგან მან შეძლო, რომ თავისი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე შეექმნა მრავალმხრივი, ესე ვთქვათ, მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის მუსიკა, დაწყებული საესტრადო მუსიკიდან დასრულებული კლასიკური მუსიკით. მაგრამ საბოლოო ჯამში სიმფონიურმა მუსიკამ იმოქმედა მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაწილი დაიკავა მუსიკამ და რადგან ამ მუსიკაში არის შესაძლებელი, რომ თავი მოუყარო ასე ვთქვათ, სრულიად ენერგიებს, როგორც თვითონ ამბობს და მოკლედ ამ კონცერტზე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსები, სოლისტები, როგორებიც არიან მაგალითად ჩელისტი ალექსანდრ პირიევი, ასევე გერმანიიდან, როგორც ვიცი, ყაზახეთიდან აიდა აიუპოვა, ასევე ქართველი ცნობილი პიანისტი თამარ ლიჩელი, ოპერის ორკესტრი დავით მუქერიას ხელმძღვანელობით. დღეს ჩემთან ეთერში სტუმრად არის თავად ოთარ ტატიშვილი, ძალიან მოხარული ვარ, იგი გახოთ, როგორც ახსენე, კომპოზიტორი და პიანისტი და კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ბატონი გოგა შავერზაშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი ასევე. ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ხართ ეთერში სტუმრად, მოგესალმებით პირველ რიგში. შეგვიძლია დავიწყოთ მეც მოგესალმებით, პირველად ვარ ამ შენობაში, ძალიან მომწონს და მეხმედნიერი ყოფილიყო 15 თუ 20 წელი ვიმუშავა ტელევიზიაში ძველ შენობაში ორკესტრის დირექტორად, მუსიკალურ რედაქტორად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანი ორ სიტყვას დავამატებ, შეიძლება მეგობრის უფლებებით ვისარგებლებ და კიდე გავხსნებ ჭრალებს. ნუ არაჩვეულებრივი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, ლექსების ავტორი, ამბოლო დროს. ოთარმა გააგვაოცა თავისი ნახატებით და ამ კაცის ღვაწლი მართლა ძალიან დიდია ქართულ ხელოვნებაში და მინდა გითხრათ, რომ ოთარი გახდათ ერთ-ერთი პირველი პიროვნება, რომელიც გამოეხმაურა იმ ტრაგედიას, რასაც პრინცესა დაიანას გარდაცვალება ქვია, იმიტომ რომ მან პირველმა შექმნა ის საოცარი მუსიკა, ის საოცარი სიმღერა, რომელიც ხელმა მსოფლიომ გაიგო. ასე რომ თუმცა დღეს როგორც კომპოზიტორს ასე გავისაუბრებით, რადგან კონცერტის ფარგლებში გვექნება კითხვები, შეკითხვები, რა თქმა უნდა, რაც მსმენელს აინტერესებს და მაყურებელს. მოდით დავიწყოთ იქიდან, როგორც ვიცი, 9 ნოემბერს კონცერტის ფარგლებში მსმენელს უკვე ექნება შესაძლებლობა, რომ თქვენ ასე ვთქვათ, სხვა კუთხით დაგინახოთ თქვენი შინაგანი სამყარო, რადგან კლასიკურ მუსიკას შეეხება ეს ყველაფერი და სრული პროგრამა. მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან, საიდან მოვიდა ეს მუსიკა თქვენთან? ვიცი, მუსიკა ყოველთვის იყო დედა მღეროდა ძალიან კარგად, მე კატარი დაემართა და ეგარგა კოლორატული სოპრანო ჰქონდა, თუმცა მთელი ცხოვრება არაჩვეულებრივად მღეროდა რომანსებს და ძალიან უნდოდა რომ მე ამ ხაზიდან მქონდა ალბათ საბავშვო ბაღში ეუბნებოდნენ და ეჩემს აი თქვენ ნახეთო თქვენი შვილი, იმიტომ რომ ხატავდი იქაც რაღაცა ნოეთყობა გამოსწვიოდა ეს ისა და ასე მე ჩამეთრია რა თქმა უნდა მე რომ ხატავდი ერთმერდი გამიჭირდა აქეთ თუ იქით მაინც მუსიკამ მძლია და რთული არჩევანი დავამთავრე საფორტეპიანო მე დედის დაჟინებული თხოვნით მეორედ ჩამაბარებინა აღარ მინდოდა ამდენი სწავლა მაგრამ არ უნანობ ნამდვილად უდიდესი პედაგოგები მყავდა ბატონი გუგული თორაძე ოთარ თაქთაქიშვილი ცინცაძე და ასე შეთელი ეს ჩვენი მოიკანები რა თქმა უნდა დიდი კვალიდატოვეს და სულ განვიცდიდი რომ მაინც ახალგაზრდობაში ვღეროდი კიდევაც მენით უკრავდი ძალიან კარგად და რაღაცა სიმღერებს ვქნიდი და
მაშინ კონცერტები გამოსვლა რაღაცა და სულ განვიცდიდი რომ კლასიკურ მუსიკას ვერ უთმობდი საკმარის ნაკლებობა გქონდათ ეს. ხო, არა, ნაკლებობა კი არა, ვერ უთმობდი დროს, იმიტომ რომ გიტაცებდა ეს კონცერტები, გასვლები, რაღაცა მერე მოწაფეები, ხონა გვეცხოვრა რაღაცნაირად და ასაკში რაღაცა ეთყობა ის მაინც ამ ინტელექტუალურისკენ გამიწია და ის ბოლო წლებში ბევრი შევქმენი საკმაოდ. და ალბათ კომპოზიტორისთვის კლასიკური მუსიკის შექმნა, უფრო სირთულესთანაც არის კომპოზიტორს სტივ ანდერსაც არ ეძახიან კომპოზიტორს, მათთვის ცნება ის არის, როცა დისციპლინები იცის, ახლა იმას ეძახიან მუსიკის სიმღერის ავტორს. კომპოზიტორი დღეს ახლა ნუ ვიღაცა ბავშვი რაღაცას კომპოზიტორი. შუა მაშინ ისწავლეთ გოგი მე და შენ. მოდით სირთულეებზეც ვისაუბროთ, საინტერესო არის, ვთქვათ, საესტრადო მუსიკის მიმართულებით უფრო რთული არის მუსიკის კეთება თუ? არა, ნამდვილად არ არის რთული, ნუ საერთოდ რასაც თავის რთული ყველა ჟანრს ახლავს, რა თქმა უნდა, ერთხელ გიანყანჩელმა ბატონმა გიამ თქვა რაღაცა ის იყო შეკრება ახალგაზრდა კომპოზიტორებთან და ყველა მოიტანეს სიმფონიები, რაღაც სერიოზული ნაწარმოებები და ერთი მოვიდა სიმღერით. და რაღაცა ჩაიხითხით ეს. ხო და ბატონმა გიამ თქვა, ყველა იცინითო. სიმღერის დაწერა იმდენად არის რთული, რომ იქ ყველაფერი გაშიშვლებულია და ჩანს ხა სიმფონიზმშიო შეიძლება შეიძლება რაღაცა იმით პომპეზურობთ რაღაცა ხო და სიმღერაში როგორც აი ყველაფერი ჩანსო ისო და იქ ჩანსო უფრო ნიჭი ადამიანისო და ნუ სადღაცა რა თქმა უნდა ხა კლასიკური მუსიკის წერა უფრო რთულია ინტელექტუალურადაც და ისედაც და რაღაცა ნუ ნაიცოდა ბევრი რამე და გეთანხმებით. მაგრამ ნუ აი ეს ბატონ გოგის მოკეთ ბატონ გოგისთანაც გადავიდეთ. შეკითხვით კონცერტის შესახებ რომ გითხრათ, ვთქვათ, რა პროგრამა შესრულდება და რითი შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, ნუ გამორჩეული რითიც არის ეს უკვე მრავალჯერ ვახსენეთ, თუმცა აი რა იქნება ისეთი საინტერესო, რადგან ვთქვათ, უცხოელი საერთაშორისო მნიშვნელობის არტისტებიც ჩამოდიან. ბატონო, ერთი მეც მოხარული ვარ პირველად ავარ და გილოცავთ ასეთ საერთოდ ტელევიზიის ხალხალ შენობას ჩვენიერია და მინდა ბატონ ოთარსაც მიულოცო აი 70 წლის თავი ეს როგორც მეგობარი და ჩვენ თვალწინ ფაქტიურად ჩვენ დაახლოებით ერთი რამდენიმე წლით უმცროსი ვარ და ერთი თაობა ვარ და მისი ცხოვრება ჩემს თვალწინ შლებოდა და ვითარდებოდა და განსაკუთრებით საკონსერვატორიო სივრცეში და მე მოწმე ვარ მისი ესეთი წარმატებების და უდავოდ ნიჭიერი ადამიანია მრავალმხრივი როგორც თქვენ ყველამ აღნიშნეთ და ეს რაც შეეხება კონცერტს, ნუ ფაქტობრივად ამ პროექტის ხელმძღვანელი მე ვარ და ასე დავიწყეთ და ნუ შესრულდება საკმაოდ ისეთი მრავალფეროვანი საინტერესო რამხრივ არის რომ ესე იგი ინსტრუმენტული კონცერტები იქნება საინტერესო და ძალიან ისეთი საშიში ის არის რაღაც რთული ერთადერთი პრემიერა ბოდიში ჩელოს კონცერტის პრემიერა უნდა შედგეს ყველაზე მეტად ღელავ, იმიტომ რომ დანარჩენი ასე თუ ისე აპრობირებულია. ეს სავიოლინო კონცერტი უკვე ბევრჯერ შესრულდა, მათ შორის მარტში. აი სწორედ ვინ ჩამოდის დამსახურებული მოღვაწეა აზახეთის ლაურეატი რამდენიმე პრემიის. იქ შეასრულა მარტში, მე ვერ წავედი, მაშინ რაღაცა მოხდა რომ პრემიერა იქ ვერ დავესწარი და აიდა აიუპოვა კი ეს არის საუბარი. მოდით რახან ცოტა დაგვრჩა დრო, მინდა რომ ახალი თაობისთვისაც ვთქვათ, ასე ვთქვათ, 1-2 სიტყვა, აი რას შეიძლება მიაქციონ ყურადღება იმისათვის რომ რაღაცნაირად შექმნან თავის კარიერაში ღირებული, ასე ვთქვათ. ნუ რა ვიცი, თავისი ხელწერა უნდა მოძებნონ, რითაც დაამახსოვრ, იმიტომ რომ ძალიან მოგეხსენება ძალიან ბევრი შემსრულებელია. ნუ კოპირებასაც ჭირდება რა თქმა უნდა თავის ოსტატობა, მაგრამ ეს
არ არის იმდენად საინტერესო, როცა ვიღაცის ასლი ხარ, ხა თუ ხუშებს ღერიან ისე რომ გუსტოვს და იმას ჭუიდან გადადგები. თუმცა ამასაც თავისი ოსტატობა უნდა, რა თქმა უნდა. აი თავისი ხელწერა მოზრდოს შეიძლება სულ არ კონდეს დიდი ხმა ქრისტრიცით ალბათ ლაპარაკობს ფაქტიურად, მაგრამ ну დაამკვიდრე რაღაც იპოვა თავისის და აი ეს უნდა იგზნობოდეს, უნდა ეძებონ. ძალიან ადვილია მიბაძვა და აი უნდა ეძებონ ის თავის ხმას მორგებული, თავის შინაგან ბუნებას და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ну ჩვენთვის მე ჩემთვის მაგალითად რაც არ უნდა კაი მონაცემები კონდეს მომღერალს, ეხლა რაღაც შინაგან კულტურას როგორ გზნობ, რაღაც აღარც მინდა ხოლმე მოსმენა. და ალბათ ეს არის მუსიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა ვითარდებოდეს კლასიკასაც, უნდა უსმენდნენ და გაურბიან კლასიკას. მოკლედ უსულოთ ბატონ ოთარს წარმატება ჩვენთან უკვე 9 საათი შესრულდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეთერში მოამბის დროა, რომელსაც ჩვენი არაჩვეულებრივი აუცილებლად წარმატებას გისურვებთ. წარმატებას გისურვებთ.